გამარჯობა, მე ვარ აბსანძე სახლიდან და ჩემი წინა საახალწლო სტუმარია ნატა მურვანიძე. მადლობა ნატა სტუმრობისთვის, ეს ჯერ კიდევ ექსპერიმენტია, რომელიც ზღარბის დამფუძნებებმა, ჩემმა თავისუფალმა კოლეგებმა და მე წამოვიწვით. ძალიან კარგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მით უმეტეს ექსპერიმენტში. ბევრად საინტერესოა. ჩემი ინტერვიუ დათო ჩხეიძესთან, ანუ ფაქტობრივად მეორე ინტერვიუ პირველ რიგში რგოსთან მქონდა, ცოტა ეპატაჟური. წარსულის თანამედროვედ გადაფასებით დავიწყებ. და მსროსია, არ ემახსოვრება 90-იანები, მაგრამ ჩვენ დაახლოებით ერთაობის ხალხი ვართ, ხო? მაშინ სახლში შემოგვეჭრა პოლიტიკა. სიძულვილით, ოჯახის წევრებს შორისაც კი. ლეგენდარული გრუშე, კავკასიური სარცის წრიდან, იზაკ იგოშვილი, ქართული თეატრის გამორჩეული სახე, იყო ზვიადისტი და შევარდნაძის მთავრობასთან შეურიგებელი ადამიანი. შეგვიძლია ახლა შევადაროთ იმასთან, რაც აქ ხდება. რა კონტექსტში? ანუ დაპირისპირების ოჯახში პოლიტიკის მე მაშინ ფოთში ვცხოვრობდი და ჩემ მეზობლები არ ელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, იმიტომ რომ პოლიტიკა ესე შემოიჭრა. არა, არის რაღაცა, რასაც ალბათ უფრო უფრთხილდები ალბათ იმ ურთიერთობას და ცდილობ იმ თემებს და იმ ნაწილს არ შეეხო, რაც თქვათ გტკენს და რაც გადაუჭრელია ალბათ. ეხლა უკვე ამ დისტანციით როცა ვუყურებ ამას ყველაფერს რაღაცნაირად ცოტა შეიცვალა კიდეც, შეიძლება რაღაც დამოკიდებულებას, აზრი, აი რაღაც მაშინ ჯერ ესეთი პატარა ვიყავი, მე თვითონ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ჩვენ თავს და მართალი რომ გითხრათ, იმ პერიოდში არც ესე არ ვეთანხმებოდი და არც ვეთანხმებოდი, აი მოდი ასე ვთქვათ. შეყვარებული იყავი მაშინ და შეიძლება ეს არ გეხებოდა, ხო? არა, მაშინ აი ზუსტად მაგ პერიოდში დათაზე ვიყავი ორსულად და მთლიანად გადართული ვიყავი ამ ყველაფერზე, მიუხედავად 9 აპრილის პერიოდში, მანამდე 9 აპრილს იქ არ აღმოჩნდი, აი სწორედ ამ ორსულობის გამო, მაგრამ ჩემი ჯგუფელი ნათია გუბენკო და ჩემი მეგობარი ირმა ბერიანიძე მაშინ შიმშილობდნენ და ესე ბოთლებთ რძის ესეთი დიდი ქილები რო იყო რაღაცა იმაში წყალს ვაგროვებდი, სხვა არაფერი არ იყო და ეს მიქონდა მაშინ მეტი სხვანაირად მე ვერ გამოვხატავდი მათ გვერდში დგომას და საერთოდ, მაგრამ რა პროცესები მიდიოდა ნაკლებად მახსოვს კი არა, ნაკლებად მქონდა გააზრებული ალბათ და ერთი რაც ყველაზე მეტად მაშინ რამაც რაღაცნაირი ცოტა გამოღვიძებასავით გამოიწვია ჩემში, იყო დათო ტურაშვილის აი ეს დავით გარეჯის თემა. და ეს იყო ჩემთვის და ეს იყო ჩემი თაობის წარმომადგენლის პროტესტი, ქვეყნის დაცვა, ისტორიის დაცვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ან თუ კი ჩემი პროტესტი დაიწყო აი სწორედ დავით გარეჯიდან და დათო ტურაშვილის წამოწყებული იყო ეს ჩემში ეს გამოღვიძება, ასე ვთქვათ. ანუ იზაკ იგოშვილის ზვიადისტობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართული სცენის გამორჩეული ვარსკვლავის და ლეგენდის პრობლემა არ იყო ოჯახში შეთანხმების, ხო? პრობლემა ოჯახში არ იყო. არა, ოჯახში არ იყო. ახლა ნიკუშა შენგელაიას ცოლი არის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გექნება ნანახი რაღაცა ვირუსულ ვიდეოდ იქცა მისი ერთ-ერთი თომა. ანუ შენს ოჯახში ახლა შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკა არ შემოიჭრა ოჯახში. ისევ და ისევ ვუბრუნდები იმას, რომ მაშინ საერთოდ
რაღაც ახალში შევდიოდით, მაშინ ეს ახალიც არ ვიცოდით რა იყო. ამის ამას ხშირად გადაფასება ამბობ დროთა ყველა განმავლობაში ინტერვიუში, რაც აქამდე წავიკითხე, შენ ამბობ, რომ მისია გქონდა ფაქტობრივად ის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შენი სფერო, რაშიც ახლა შენ მოღვაწეობ, უნდა გადარჩენილიყო და ამაზე გრძნობ თავს პასუხისმგებლად. ხო, მარტო მე არა და მარტო ჩემი თაობა არ არის ცხადია, მაგრამ ხო, ის პერიოდი იყო, როდესაც შეიძლებოდა ეს გაჩერებულიყო და კი, ის რაღაც ახალში შევდიოდით, მართლა არ ვიცოდით რა იქნებოდა. მე არ ვიცი თავიდან რო ვიწყებდეთ და ეს ინფორმაცია გქონდეს, იგივეს არ გავაკეთებდით თუ არა. ალბათ გავაკეთებდით ყველა იგივეს და იგივე ისტორია გვექნებოდა, შეიძლება ნაკლები შეცდომებით და უფრო მეტი გააზრებით, მაგრამ ამ შეცდომებზეც მგონია, რომ ბევრჯერ წავიტეხეთ კიდევაც ცხვირი და ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ გზამ და ამ თუნდაც განსხვავებულ აზრთან თანაცხოვრებამ. მტკივნეულმა ძალიან ამ შემთხვევაში უკვე როდესაც ეხლა მეორე კითხვა რაც დამისვი, ძალიან მტკივნეულია ეს. მაგრამ ამასთან გვიწევს თანაცხოვრება და ალბათ ამასაც დაჭირდება რაღაც დისტანცია და სხვა კუთხით შეხედვა და ამის გადაფასება, რომ ამას სახელი დავარქვა. ეხლა ემოციურად ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ეს განსხვავებულობა, ეს სხვადასხვა კუთხე, რომელიც ადამიანები ვერ შეთანხმდნენ ქრისტიანობა სამ მიმართულებად დაიშალა, ერთი ქრისტეს გარშემო ვერ შეთანხმდნენ ადამიანები, ამიტომ ანუ რაზე ვსაუბრობთ, ხო, რა ამიტომ ეს ადამიანურია ძალიან, რომ არსებობდეს განსხვავებული მიდგომები, შეიძლება ერთი და იგივე გვინდოდეს, მაგრამ ქრისტიანობა ჯვაროსნული ომების ავტორი, ასე ვთქვათ და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ამიტომ აქაც რა წამს ეს უკვე ხდება აგრესიული, იქ პრობლემები ჩდება ჩემთვის პირადად. აქამდე არც ერთი ოჯახის არც ერთი წევრი მთავრობაში არ ყოფილა. უცნაური გამოცდილება ალბათ, ხო? ხო, და ამას რაღაცა დრო ჭირდება, იმიტომ რომ მე მაკავშირებს ძალიან დიდი და კარგი ემოცია ამ ადამიანებთან და მე ამ ჩემ გრძნობას ვუფრთხილდები. ღმერთს თქვი წეღან ყველას გვჭირდება რაღაცა საკრალური, მე თუმეტეს ამ დროს კათოლიკური შობიდან მართლმადიდებლობამდე მე მესეს დავესწარი მალხას ონგულაშვილის ის ბაპტისტურ ევანგელისტური ეკლესიის წინამძღოლია, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. ძალიან დამეხმარა ის მულტიკულტურალობა, რაც იქ ხდებოდა, ის რომ მაგალითად მუსლიმი, იეზიდი, გერმანულუთერანული, რუსული ეკლესიაც კი იქ იყო. სად უნდა იპოვოს ნორმალურმა, ჩვეულებრივმა ადამიანმა, ობივატელმა ეს საკრალურობა ახლა? თავის თავში ალბათ. საკმაოდ ძნელია, ხო? ხო, მაგრამ ცხოვრება ხომ ამით არის საინტერესო. ჩვენ ხო ეხლა ძალიან არ მიყვარს ესე ავტორიტეტების მოშველიება და ის, მაგრამ ჩემთვის ქრისტიანობაც ერთ წინადადებაშია მამარდაშვილის ადამიანი არის ძალისხმევა იყოს ადამიანი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აი ამ გზას გავდივართ ყველა, რაღაც სხვადასხვა საშუალებებს პოულობთ, ზოგი რელიგიაში, ზოგი სადღაც.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ვისაც უნდა რომ ადამიანი იყოს, ის ყველა შემთხვევაში თავის თავთან მიდის, ხო? იგივე ბაპტისტურ ევანგელისტურ εκκλისიაში რომ ბრძანდებოდით. ხო, ეს არის სხვათა შორის ბაპტისტურ ეკლესიასთან ჩემი პირველი შეხვედრა ღრმა ბავშვობაში მოხდა ფოთში. მაშინ უცბად ხმა დაირხა, რომ მუსიკალური სკოლის დირექტორი და მისი მეგობრები გახდნენ ბაპტისტები, სადღაც რაღაც სანთლები აანთესო ბნელ ოთახშიო და ანუ 70-იანი წლების ბოლოს ხდება. მაგრამ დღეს აქამდე მოვედით, რომ ჩვეულებრივი რამე გახდა. იმ მესეს, რასაც მე დავესწარი, ბევრი სხვა არა ამ ეკლესიის მრევლი, მეც არ ვარ ეკლესიის მრევლი არც ერთის, მაგრამ დაესწრნენ და კარგია ეს პროგრესია. არ მინდა პიროვნული გახსნა შეფასებებში, მაგრამ მართლა შეურაცხყოფილად გვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის ყაველაშვილის გამოსვლებს ინტერვიუებს უსმენ, ბოლო იყო გუშინ წინ იმედზე, ასეთი უწიგნური და გაუნათლებელი პრეზიდენტი ჩვენ მე მგონი ჯერ არ გყოლია. შენ საიდან ინფორმირდი რას უყურებ ხოლმე? აი ტელევიზორს უყურებ თუ საიდან გებულობ ამბებს? არ ვიცი, ალბათ უფრო სოციალური ქსელებიდან და YouTube-ის მომხმარებელი ვარ, ძალიან აქტიური. უფრო სოციალურ ქსელში, მაგრამ სოციალური ქსელი იცი როგორ რაღაცა გაი ვთქვათ, იგივე სოციალურ ქსელში მე არ მიყვარს აი ამ ქარდებით და მოკლე ამოჭრილი კონტექსტიდან ამოღებული არ აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა იყოს, არ მიყვარს დასკვნების კეთება რაღაც კონკრეტულ რაღაც პატარ-პატარა წინადადებებზე, იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე მანიპულაციის მსხვერპლი ვიქნები, ოღონდ მე რომ გონია ჩემი მხარისგან, როგორც ვთქვათ, ვთვლი რომ ვიღაცა მანიპულირებულია სხვა საშუალებებით. ამიტომ თუ რაღაცა გამომედოდა, ჩემზე რაღაცნაირად იმოქმედა, მხოლოდ მაშინ მივდივარ ხოლმე და სრულ გადაცემას ვუყურებ, რომ მთლიანად ვნახო რა არის ეს და მართლა ეს იყო თუ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. ეს ინტერვიუ კონკრეტულად არ მინახავს, მაგრამ სამწუხაროდ მჯერა. დათას უკრაინულ წარმატებაზე გადავეყარე სუსტად Facebook-ში ამას წინათ cards to news. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული აქაურ ამბებში. ის რომ ახლა აქ არ არის ოჯახის გადაწყვეტილება იყო, შეიძლება ძალიან ლოგიკური და გასაგების, რომ განერიდებინა აქედან. განერიდებინეთ აქედან. დათა 36 წლის არის და ძალიან პატარა იყო, როდესაც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა ყველაფერს. და ამაში ხელშეწყობაც ჰქონდა. და თუ კი რაიმე შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მე მქონდა იმის დრო, რომ მასში ის გამეღვივებინა და გამევითარებინა, რაც საბოლოოდ შეიძლება ჩემი მოსაწონი ან ჩემი ყოფილიყო, ანუ ისევ ჩემ თავთან მექნება პრეტენზია, თუმცა არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მივყვები მის გზას და მე მინდა რომ მისი ზურგი ვიყო ყველგან. და ამიტომ ეს მისი გადაწყვეტილება აქედან უკრაინაში გადაინაცვლა. კი, ჩვენ ძალიან წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ ხელი არ შეგვიშლია. შენი ოჯახი აქ ინტელიგენტურ ნომენკლატურად აღიქმება. ფაქტობრივად ყველა შენი ნათესავი პრომინენტია. გამძიმებს ეს რთულია ამ ტვირთის ტარება. რომ დაიბადე მას შემდეგ ფაქტობრივად როგორ გითხრა, რამპების წინ ხარ ამერიკის წან. მე სხვანაირი არ მქონია. ყველა არა, სხვა გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ მე არ ვიცი, სხვა სუბუქია თუ უფრო მძიმეა. ეს მაქვს, რაც მაქვს. ეს არის ჩემი ცხოვრება. და ეს არის ჩემი გარემო. უფრო სუბუქი იქნებოდა, რომ ასე არ ყოფილიყო.
რაღაცაში შეიძლება, რაღაცაში ალბათ არა, ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამას, ალბათ, შეიძლება არ ვიცი. არ ვიცი, არ მაქვს პასუხი. სხვანაირი არ ვიცი უბრალოდ. სხვანაირი როგორი იქნებოდა, არ ვიცი. და პრინციპში რა აზრი აქვს ამაზე ფიქრი? მე კოტე მაჰარაძის ნასტუდენტარი ვარ, თან პირველი ჯგუფი მისი, რომელიც თეატრალურში აიყვანა, მე მაშინ ფოთელი ბიჭი ვიყავი, სრულიად შემთხვევით მოხდი იმ დროს ელიტურ თეატრალურში და სულ მეც და ჩემს ჯგუფელებსაც მოყვება ეს შეგრძნება, რომ ბოლომდე არ გვესმოდა ის, რაზე გველაპარაკებოდა, სხვა მასშტაბის ადამიანი იყო. მაგალითად, მაშინ აი ამ რაღაცა ფოთელობის წინააღმდეგ რაღაცა თმა მქონდა ეგრე, არც მოკლე, არც გრძელი და ბრიოლინით გადავარცხნილი და რამდენჯერმე უთქვამს, რომ ან გადაიპარსე ბოლომდეო, ან ბოლომდე მოუშვიო. არც იქით არც აქეთ არა უკვე. არც იქით არც აქეთო, ხო. აი რაღაცა დროს წინ უსწრებდა ეს ადამიანი. არ ვიყავი მაშინ მე ამისთვის მზად. 92-ში მარჯანიშვილის თეატრში შენ ითამაშე კოტეს სპექტაკლში. მაშინ მართლაწვინი გაგვეხვრიდა ყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანიაო ახლა ეს, რასაც ვაკეთებოდა და ეს წარიწო და დავესწარით. მე დავესწარი და ცოტა მოსაწყენად მომეჩვენა. შენც პატარა იყავი მაშინ. რა გაიგე, რა უნდოდა, რაზე თამაშობდი? მე რას ვთამაშობდი, მე არ მახსოვს. ეს კიდე კაი ვივიწყებ ამას ყველაფერს. მე მახსოვს, რომ რაღაცა ხესავით იყო და ესე ხანაბობ ხდებოდი, ხანშაბობდი და ძირითადად ლაპარაკობდი. ხო, არ მახსოვს. მე მახსოვს მაგ სპექტაკლმა ორი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ეს კოტესთვისაც ნათქვამი მქონდა და ამის გამო ეხლა არ ვგრძნობ თავს, რომ თქვათ ისეთ რაღაცას ვამბობ, რაც მან არ იცოდა. ერთი და მეორეს მოვყვები ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სპექტაკლში საერთოდ არ იყო დაგეგმილი, თამაშობდა დიმა ჯაიანი, რომელიც ჭუბერის უღელტეხილზე. დიმა საერთოდ არ მახსოვდა. ხო, დიმას ჭუბერის უღელტეხილზე მისი კვალი დაიკარგა და გამოიტირეს ფაქტიურად, იმიტომ რომ ძალიან მეგობრობდნენ და ძალიან დიდი ტრაგედია იყო ეს მისთვის და უცებ დიმა ჩამოდის აი ამ კამუფლაჟის ქურთუკი ეცვა რაღაცა ესეთი. ეხლა მე ეს მახსოვს კიდე კადრად მახსოვს მისი ეს გამოსახულება კი. ხო. და აი ამ ისტორიულ ვითომ კოსტიუმებში რო ვიყავით ჩვენ, ძიმა ყავდა აი ამ კამუფლაჟში, რომელიც იყო ჭუბერის უღელტეხილ გამოვლილი და მისთვის ეს ძალიან და ჩემთვისაც ძალიან ემოციურია და ხო, ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და რაღაცა კიდე რაც ამ კონკრეტულად ამ სპექტაკლმა და კოტესთან მუშაობა მასწავლა, მე არ მომწონდა ძალიან ეს პიესა და არ მინდოდა იმ როლის თამაში, მაგრამ ვერ უთხარი კოტეს უარი, ვერ უთხარი, იმიტომ რომ ჯერ ესეთი 22 წლის ვიყავი და რა ამბავია, ეს უარის თქმა უცებ და თან კოტესთვის თან კოტესთვის, თან მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დგამდა სპექტაკლს და ისეთ სიტუაციაში ავს რომ არ უსურვებ, მტერს რომ არ უსურვებ და არ იყო სწორი იქიდან ასე თავის დაძვრენა და რაღაცა ხათრი არ ქვია ამას, მაგრამ მოკლედ ჩემი ნების თუ სურვილის წინააღმდეგ წავედი და როდესაც უკვე დადგა საკითხი, რომ უნდა უკვე ეთამაშა ეს სპექტაკლი და ვითამაშეთ, პრინციპში მე ძალიან ცუდი
როლი შევასრულე ამ სპექტაკლის არსებობაში, იმიტომ რომ ძალიან მალე მოვახსნევინე, იმიტომ რომ აღარ ვითამაშე. და ერთი რაღაც შენ მასწავლა მოახსნევინე, ამან და არ ეს ვიცოდი. ხო, რაღაცა ტრავმა მოვიგონე ჩემ ცხოვრებაში პირველად თქვიტყვილი მე მგონი. მაგრამ არა და მივხვდი როგორ ერთ რაღაცას და ამაყობდა მე ეს ისი ამ შენი როლით, რაღაცებს გვიყვებოდა, რომ აი ახლა ხო, დავინახე არ როგორც ვიცი და მსახიობი. ხო, არ ვიცი. მე ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა და ეს იცოდა მან და ეს ნათქვამი მაქვს. და აი ამ გამოცდილებამ ძალიან სწორი რაღაც მასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა მოკიდო ხელი იმას, რაც არ გინდა. მე პროფესიაში ვგულისხმობ. იმიტომ რომ არ იქნები მან გულწრფელი და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაირთვება და დააზიანებ იმას, ვისი სიყვარულითაც შეიძლება ეს გააკეთე. ამიტომ ჯობია თავიდანვე ატკინო, ვიდრე მერე უფრო დიდი ტკივილი მიაყენო და ამიტომ ეს ესეთი გამოცდილება იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რამაც ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადამადგმევინა შემდგომ. სასცენოდ გაგიცანი თუმანიშვილის თეატრში დოიაშვილის მიერ დადგმულ აკუტაგავას ცხოვრება იდიოტისაში. სად არის ჩემი სამართებელი, რაღაც საკულტო იყო, სვეცკოვად ითვლებოდა. არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ნანახი ეგა. თუ თეატრი ოჯახია, მაშინ მე და დოი და ძმა ვართ, ერთად დავიბადეთ, თქვი ერთ-ერთ წინა ინტერვიუში. აი ახლა შენ რასაც აკეთებ ამ პროტესტის ამ ბრაზის წილი რამდენია ამ დაძმობაში თუ უფრო პირიქით, ანუ ეს დაძმობა რამდენი წელი არის ამ ბრაზში, რაც შენ ახლა გაქვს? არ ვიცი, ეს დაძმობა რამდენ, ანუ ჩემ გაბრაზებაში დოის დაცვას გულისხმობ, ანუ როგორც დავიცავ, აი ხო, ფაქტობრივად ბარიკადებზე გავიდა ადამიანი ერთ-ერთი პირველი თქვენი ამ მხრიდან, ხო? ეს აი თუ ამაზეა საუბარი, თუ მართლა ოჯახზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის მხოლოდ დოიზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს დაიწყო ანდროთი და ერთ-ერთ ჩვენგანს დაარტყეს და ეს დარტყმა ყველა ყველა ჩვენისთვის ერთნაირია, ჩვენთაგანისთვის. და ამიტომ აქ ამ შემთხვევაში დოისთან სულ სხვა ის მაქვს, მე შეიძლება დოისთან აი ამ ძიმე წუთებში ვთქვათ ძალიან აქტიურად ვედგე მხარში, რომ არ წაიქცეს თქვათ სიტყვაზე და მე დამემართოს რაღაცა და ის სხვა რაღაცაა, მაგრამ აი ეს კონკრეტულად ბრაზი არ არის ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, სულ რო არ ვიცნობდე და სულ რო არანაირი კავშირი არ მქონდეს, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება. უბრალოდ არ შეიძლება. მაგრამ თეატრშიც, ყველა სხვა სფეროში, ყველა სხვა პროფესიაში ადამიანები საქმიანობენ, ხო? ყველას აქვს თავისი ფინანსური ვალდებულება, ოჯახები აქვთ, ბანკის ვალები. გამოჩნდნენ მაგ შტრეილბრეხერები. ანუ ადამიანები, ვინც ამ ღიად გამოცხადებულ გაფიცვას ეწინააღმდეგებიან. არ ვიცი. მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ არ მაქვს საერთოდ შეხება ვერ ხედავ. აი მე მაგალითად ჩემს თავზე რომ წარმომიდგენია, ჩემს პროფესიაზე რომ წარმომიდგენია, ჩემზე არავინ არ არის ფინანსურად დამოკიდებული. რომ ვიცოდე მაგალითად რომ ჩემი ძმისშვილები, ჩემი თარჩენები არიან. ხო, ამათ როგორღაც ვუმკლავდები. მაგრამ მართლა არ ვიცი რომ ახლა თათა და ლაშა რომ ჩემი სარჩენი იყოს, მათი მომავალი ჩემი უზრუნველსაყოფი იყოს, ჩემი ანდაზმული დედა ჩემი სარჩენი იყოს, გადავდგამდი თუ არა იმ ნაბიჯებს, რაც ბევრჯერ გადავდგე. საერთოდ ბევრჯერ გამოვიქეცი საიდანღაც. ხო,
მესმის. და ამ კონტექსტში გეკითხები ახლა, იქ ხო ადამიანები მუშაობენ, ადამიანები ცხოვრობენ. რომელი თეატრია ხო, ახლა მეც ქოცური და ნაცური, ეს შეიძლება დავყოთ. მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრში ბოლოს ახალგაზრდა მსახიობმა სპექტაკლამდე პერფორმანსი ჩაატარა. ჩვენ შეგვიძლია ამის ჩვენ არავინ ამას არ გვიკრძალავს. ამ ხრივ ახლა რამდენად მოწონებული იქნება ეს ზევით, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში მე უკვე მგონია, რომ რაღაცა ფორმები იცვლება, უბრალოდ ერთი და იგივე მე შეიძლება დღესაც მაქვს სურვილი რომ სცენიდან იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც თამაშობ და ტაშს გიკრავენ და შენ გაღიმებული თავს უკრავ, მაშინ როდესაც პრინციპში არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა, შეიძლება რაღაცები გაუარეს და კიდეც. ამ გაფიცვის შემდეგ, მაგრამ ფორმებს ვცვლით, ამ პროტესტის ფორმებს ვცვლით, ვაკეთებთ იმ სპექტაკლებს, რომ დაგხურავენ. არა აქვს ამას როგორც მეც მყავს შვილები, მეც მყავს ზაღლი, მეც მყავს 15 ჩიტი მყავს, მართლა, კი არ ხუმრობ, მართლა მყავს. და შემდეგ ინტერვიუში ყველა გვაჩვენა. ისინი ძალიან ხმაურობენ, ეს ზაღლი კი წევს აქ ჩუმად, მაგრამ ისინი ძალიან ხმაურობენ და იქით გადავისროლე. შავი ნაჭერი გადავაფარე. ძალიან დაგვანახა ერთი არ ჩანს. აი წამოწვა აქ და ძინავს. ძინავს, ოი, ყურა ნახე? სათხარ შენ ყურა. ხეიხეთი, იქ დაენახე. მიდი. გათიშული. გაგაწყვეტინე ბოდიში. უკა. აი, ჩაიხედე, დაენახე, აი, დაენახე. შენაირები არის. უკვე ვაიმე ბომბორა. მიდი. ხო. გაგაწყვეტინე გაგრძელება. ხო და არა, ის რომ ეს არა მგონია რომ მხოლოდ ვალდებულებები იყოს, ვალდებულებები როგორ არ არის და გვაქვს და ძალიან მძიმე და რაღაც, მაგრამ არჩევანს ვაკეთებთ, რა უფრო რთულია, რა უფრო მძიმეა. მე მესმის რომ ჩემთვის შეიძლება ადვილი იყოს საუბარი, იმიტომ რომ ვთქვათ ჩემი მშობლები, ჩემი სარჩენი არ არიან, შვილებიც უკვე უფროსები, დიდები არიან, გაიზარდნენ და შეიძლება ეს ჩემი მხრიდან ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ როცა დამოკიდებულები იყვნენ ბავშვები, მაშინაც ესე ვიქცეოდი. ძალიან ბევრი რაღაციდან გვაქვს ჩემი ფეხით. ცხოვრება იდიოტისა უკვე ვახსენეთ, მაგრამ შენი მთავარი დებიუტი სცენაზე იყო ცხოვრება სიზმარია. დიდი მაესტროს, მართლა ლეგენდის, ქართული თეატრის რობერტ სტურუას სპექტაკლში. მე მას არ ვარ მაინც და მაინც თეატრალი და არც მგონია თავი ძალიან კომპეტენტური ამ ბავშვი, მაგრამ მხოლოდ მიხეილ თუმანიშვილთან თუ შევადარებდი. სიმძიმის გენიალურობის თვალსაზრისით. ახლა როგორც იქცევა, რასაჩვება, იმედს არ გიცრუებს, პატივისცემა შეგრჩა. მიკვირს. ერთადერთი ეს შემიძლია ვთქვა. გასაკვირია. მაგრამ ის სულ ვფიქრობ, რომ ალბათ, ეხლა მე რობერტ სტურუასთვის არ მგონია რამეს წარმოვადგენდე, მაგრამ ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ ვთქვათ, მე რომ მისთვის რამეს წარმოვადგენდე, ალბათ მას გაუკვირდებოდა ჩემი ეს. ამიტომ ვერ მიკვირს, იმიტომ რომ არ შეიძლება, თუ ასე, იმიტომ რომ ყველაფერი არ ამართლებს, ანუ არ შეიძლება ამ ხელა ძალადობის და უსამართლობის გამართლება, არ შეიძლება. არავითარი კურსით თუ არავითარი არ ვიცი, მე რაღაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ალბათ არ ვიცი, ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ მგონია რომ არ არის კარგად, არ ვიცი. რაღაც გამართლება ხო აქვთ? ძალიან მიკვირს ეს, რომ როდესაც შენ
თვალწინ ასეთი უსამართლობა სადღაც შორს ხომ არ არის და არავის რომ არ აინტერესებს, არავის თუნდაც ჩვენ სფეროში რა მოხდა, არავის მე გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ აინტერესებს. ძალიან გასაკვირი. ყურა გამოძვერი ახლა აქედან. ძალიან შეიძლება ეს იმიტომ რომ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად რეპრესიული. თუნდაც ვწდებოდეთ, თუნდაც არ ვიყოთ მართლები, თუნდაც რა ვიცი მე, რას გვეძახიან რაღაცები მოგვიგონეს ახალ სახელები, მე მთლად უკები და მე მთლად ნაცი გავხდი, არ ვიცი მე ეს რანაირად ხდება, მაგრამ მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ მესმის, იმიტომ რომ ყველა რეჟიმის დროს ჩემი პროტესტი ყოველთვის იწყებოდა უცხო ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტით, სადაც მერე უკვე ჩემზე ხდებოდა ძალადობა, ან ჩემ ოჯახის წევრებზე, მაგრამ ყოველთვის იყო ვიღაცა, ეს არასდროს არ გვეხებოდა ჩვენით არ იწყებოდა. ჩვენ უბრალოდ ყოველთვის აი ამ პრესში აღმოჩნდებოდით, იმიტომ რომ ვიღაცის მიმართ უსამართლობის პროტესტი ჩნდებოდა. აღარ არის აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანა იზოლირებულია, არავინ არ გველაპარაკება, მართლაც სადღაც აღმოჩნდით აბსურდში, როგორც არ უნდა გავამართლოთ. შეიძლება იმათ გონიათ, რომ არ არის ეს ქვეყანა იზოლირებული. არ ვიცი, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ მესმის. ვერ ვიჯერებ, რომ თუნდაც ის რომ დღეს მაგალითად მე ასე ვფიქრობ და მგონია რომ მართალი ვარ, ის ხომ მისი სპექტაკლებით გაჩნდა ჩემში, მან გააღვივა ჩემში ეს, მისმა სპექტაკლებმა აღმზარდა ასეთი. და ეს ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ რაც ჩაიდო ჩემში, როგორც მაყურებელში, იმის შედეგი ეს არის. და რანაირად მოხდა ეს, რომ ეს შედგა, ასეთი პროდუქტები დაიდო, ასეთი მაღალი კლასის, ასეთი საოცარი მართლა ჩვენი გემოვნება, ჩვენი აზროვნება ჩამოაყალიბა თაობების. ძალიან მიკვირს, მართლა მიკვირს, არ გამოვძვერი მე. ეს უფრო რთულია ჩემთვის, აი ეს კითხვის ნიშანი, ვიდრე იმის თქმა, რომ ეს უფრო რთულია. თანაგრძნობა გაქვს რა, ამაზე ვლაპარაკობთ? ხო. ოკეი. თანაგრძნობამდე მივედით, ახლა ჩვენ გვყავს ციხეში ანდროჯინაზე და კიდე ბევრი უსამართლო პატიმარი, უსამართლო დაპატიმრებული ადამიანი. მოდი მივულოცოთ მათ ახალი წელი. მივულოცე. ძალიან რთულია ახალი წლის მილოცვა ადამიანებისთვის, რომლებსაც ძველი წელი წაართვეს. არც კი ვიცი რა უნდა ვუსურვო, იმიტომ რომ მათ ცხოვრებაში ერთი წელი ამოიჭრა უსამართლოდ და ამ წლის დაბრუნებას ვერ ვუსურვებ და რაზე გავაკეთო საყრდენი, რაზე დავდგე, არ ვიცი. ალბათ მიულოცავ იმით, რომ მიულოცავ არა, ალბათ ვუსურვებ, რომ ჩვენ აღმოჩნდეთ მოწოდების ისეთ სიმაღლეზე, როგორი მაგალითებიც გვაჩვენეს მათ. და რომ არ გავუცრუოთ იმედები თავისუფლებაზე მყოფებმა. ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენი საზრუნავია ახლაც 2025-ში, 2026-ში ასე იქნება და კიდევ ბევრი წელი. მართალი ხარ, ყველა მის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ამისთვის. მე და ჩემი სხარბელი კოლეგები ამას ვცდილობთ. მადლობა, რომ დღევანდელ ინტერვიუზე დამთავრდი.
დიდი მადლობა მე თქვენ. სულოცავ იმათ, ვინც ციხეში არიან, ახლა უსამართლო წარმომიდგენია, როგორ რთულია, როცა გრძნობა, ეგ სეულად გრძნობ, რომ უსამართლოდ ხარ გამოკეტილი. მადლობა შენ, მადლობა მაყურებელს, რომელმაც ეს ინტერვიუ ნახა. მადლობა იმიტომაც თუ ჩვენს YouTube გვერდს გამოიწერთ. უბრალოდ ხარფს კი არა, ზარს უნდა დააჭიროთ, რომ გამოიწეროთ. ყველა ვიდეოს ქვეშ არის ლინკი, საიდან შეგიძლიათ ფინანსურადაც დაგვეხმაროთ. ამ შემთხვევაში მეტ და უფრო ხშირ პროდუქტს შემოგთავაზებთ. ნატა, მადლობა მრავალ ახალ წელს და დროებით. მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებთ. გადასარევი სათაური აქვს თქვენ ზღარბი, რამდენადაც საყვარელია, იმდენად იკბინება და ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ დღეს, რომ რაღაცნაირად გააზრება მოხდეს ყველაფრის, იმიტომ რომ მართლა ორი მხრიდან დიდი დამუშავების ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან საჭიროა მე გიყურებთ, გადევნებთ თვალყურს სამივეს და ამიტომ მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებთ. ჟურნალისტიკას ჟურნალისტებს განსაკუთრებით გვჭირდება ეს ეკლები. და შეგეცდებით, რომ ამ ეკლებითვე გავაგრძელოთ 26-ში. კი ბატონო. გისურვებთ წარმატებას.